კომუნიკატორი ესპანეთში, კერძოდ კი ქალაქ პალმა დე მალიორკაზე არსებული სასტუმრო Soul Wave House-ი არის პირველი, რომელიც Twitter-ს სასტუმროდ გადაკეთდა. ეს კი ტურისტებისთვის საინტერესო აღმოჩნდა და სტუმრების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. სასტუმროს ტერიტორიაზე მოქმედებს ვირტუალური სივრცე Social Wave, რომელიც სოციალურ ქსელ Twitter-ზე ამიბმული. მომსახურე პერსონალთან დაკავშირება Twitter-ის საშუალებით ხდება. და კიდევ ერთი დამატებითი ფუნქცია სასტუმროში მყოფ დამსვენებლებს ინტერნეტ სივრცე აქვთ, სადაც ფოტოებს და ვიდეოებს უზიარებენ ერთმანეთს. სასტუმროს დამსვენებლები ძირითადად ახალგაზრდები არიან, რომლებიც სოციალურ ქსელ Twitter-ს აქტიურად იყენებენ, სწორედ ამიტომ ყოველ პარასკევს სასტუმროში Twitter party იმართება. აპრილის ბოლოს მეცნიერებმა მზის კორპუსკულური გამოსახულების მნიშვნელოვანი გაძლიერება დააფიქსირეს. მათი თქმით, სოლარული აალების შედეგად ამოფრქვეული მასა რამდენიმე ასეულით აღემატება დედამიწის მასას. ასტროლოგებმა მზის რამდენიმე 1000 ფოტო გადაიღეს და 4დღიანი აქტივობის ამსახველი პროცესი 1 წუთიან ულამაზეს ვიდეოდ აქციეს. გადაღება NASA-ს ზონდის Solar Dynamics-ის მეშვეობით განხორციელდა, რომელიც ვარსკვლავის ატმოსფეროს და მაგნიტურ აქტივობებს 2010 წლიდან აკვირდება. ამერიკული კომპანია Virgin Galactic ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც წლების წინ კოსმოსური ტურიზმის იდეის ხორცშესხმა დაიწყო. ინჟინერებმა შექმნეს კოსმოსური ხომალდი Spaceship 2, რომლის ტესტირებაც წარმატებით მიმდინარეობდა, თუმცა გასული წლის შემოდგომაზე კატასტროფა განიცადა, რასაც მფრინავიც ემსხვერპლა. ტრაგედიის მიზეზად პილოტის შეცდომა დასახელდა. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, დაშვებული შეცდომები გაანალიზებული იქნა და მალე საზოგადოება ახალ, სრულყოფილ მოდელს იღილავს. საინტერესოა ისიც, რომ Virgin Galactic-ს უკვე 700-მდე მოხალისე მფრინავმა მიმართა, რომელთაც ტესტირებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. კომუნიკატორი